აღმოჩენა ღმერთო ჩემო ნაწილაკისგან განსხვავებული მეთოდით ცის სხვა მონაკვეთში გაკეთდა, რაც მიუთითებს, რომ ეს მოვლენები ასტროფიზიკური ხასიათისაა, რომ ღმერთო ჩემოს დაფიქსირება არც ხარბეზი ყოფილა და არც შეცდომა. კვლევართა ჯგუფმა ახალ ნაწილაკს ამატერასუ უწოდა, შინტოიზმის მზის ღმერთის სახელი. კვლევართა განცხადებით ეს ნაწილაკები პროტონებია. ულტრამაღალენერგიული კოსმოსური სხივების დაფიქსირების დადასტურება იმას ნიშნავს, რომ ხელში ახლა ცოტა მეტი რამ გვიჭირავს. ასეთ ნაწილაკებს აქვთ ენერგიის თეორიული ზედაზღვარი, რომელსაც გრაიზენ-ზაცეპინ-კუზმინის ზღვარს უწოდებენ. ეკრანზე გამოსახული რიცხვის შესაბამის ელექტრონ ვოლტს წარმოადგენს. გრაიზენ-ზაცეპინ-კუზმინის ზღვარი არის შორეული წყაროებიდან მომავალი კოსმოსური სხივების ენერგიის თეორიული ზედაზღვარი. ის 1966 წელს გამოითვალეს ნახსენებმა ორმა საბჭოთა და მათგან დამოუკიდებლად ერთმა ამერიკელმა მეცნიერმა. ზღვარი დაკავშირებულია ნაწილაკების ურთიერთქმედებასთან მიკროტალღური ფონური გამოსხივების ფოტონებთან. მიკროტალღური ფონური გამოსხივება იგივეა, რაც რელიქტური გამოსხივება. ის დიდი აფეთქებიდან დაახლოებით 380,000 წლის მერე გაჩნდა, როცა სამყარო ფოტონებისათვის გამჭვირვალე სიმკვრივემდე გაფართოვდა. ამ გაფართოების გამო დროთა განმავლობაში მათი ენერგია შემცირდა, ანუ გაცივდა და ახლა რადიო დიაპაზონშია გადასული. მიჩნეულია, რომ ეს ის მაქსიმალური ენერგიაა, რომლის შენარჩუნებაც ნაწილაკს შორ მანძილზე დაახლოებით 160 მილიონი სინათლის წლის მანძილზე გადაადგილებისა შეუძლია, რადგან კოსმოსური სხივები კოსმოსში გავრცელებისას გზადაგზა ენერგიას კარგავენ. ჩვენგან ამ მანძილზე აშკარად არსებობს ობიექტები, რომლებსაც კოსმოსური სხივების წარმოქმნა შეუძლია, მაგრამ მზის სისტემიდან 160 მილიონი სინათლის წლის რადიუსში არაფერია ჩვენთვის ცნობილი რაიმე ისეთი მძლავრი, რომ ღმერთო ჩემო ან ამატერასუ ნაწილაკები წარმოიქმნა. ისეთი ობიექტები, რომლების ხალხს ძლიერ ენერგიულად მიაჩნია, მაგალითად სუპერნოვები, ახლოსაც კი არ არის იმ ენერგიასთან, ეს სხივები რომ წარმოიქმნა. საჭიროა უზარმაზარი ოდენობის ენერგია, ნამდვილად ძლიერი მაგნიტური ველები, რათა დააკავოს ნაწილაკი, ვიდრე ის აჩქარდება. ამატერასუს ხაზზე, ანუ მის კოსმოსურ მარშრუტზე გაყოლას, კოსმოსურ ვოიდამდე მივყავართ. ეს არის კოსმოსის რეგიონი, ფილამენტებს შორის, რომლის გარშემოც გალაქტიკები ჯგუფდებიან. უშუალოდ მასში კი ძალიან მცირე ოდენობის გალაქტიკაა და ძირითადად სიცარიელია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რაღაც ჯერ კიდევ არ ვიცით. იქნებ მაგნიტური ველები ნაწილაკების იმაზე უკეთესი ამაჩქარებლებია, ვიდრე გვგონია. იქნებ ახლომახლოს რაღაც ისეთი წყაროა, რომელსაც ვერ ვხედავთ. ან იქნებ ნაწილაკები რაღაც ჯერ არ ნახულ ასტროფიზიკურ ფენომენზე მიგვანიშნებს.